მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ ფინტები და სანამ გახოთ გეტყვით რომ გვექნება ძალიან მაგარი ფინტები, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე არინანებთ. არინანებთ ნამდვილად და პირველი ფინტი იქნება ასე რომ ვთქვათ, კროიშის ფინტი. თუ არ იცით როგორი წერება ან საერთოდ ფეხბურთელი ვინა და დასერჩვა გინდათ, აგერ იქნება სადღაც სახელი, ამიტომ გადავიდეთ YouTube-ზე და სერჩით. დასერჩეთ, უყურეთ ის იამონოთ, შემდეგ გადმოვიდეთ და გავიწვევთ ვიდეოს. ან ჯერ ჩვენ გიყურეთ და მერე გადადით და მერე ნახეთ როგორ აკეთებს უყურეთ. მერე უკეთესი. მოდი დავიწყოთ. ეს ყველაფერი შევუდგეთ საქმე. მოგესალმებით, როგორ არ გვაქვს? მოდი, ჯერ იმას დაგვიძენათ ეს მეგობრები. ეს აი. მალე გვექნება ბურთის შტატივით სადღაც ერთ კვირაში, ან ორ კვირაში. გადავთვალეთ რა, გადავთვალეთ. გადავთვალეთ და წესით ერთ კვირაში უკვე შევიძენთ ყველაფერს. ორნი ვართ და უბრალოდ. ადვილი. ეხლა მე განახეთ კროიშის ფინტი, რომელიც თამაშებში კაი გამოსატანებელი იქნება ჩემი აზრით. მოსატეხადაც ადვილია. ესე იგი, ვიდგას ჩვენი ოპონენტი, ჩვენი მოწინააღმდეგე, ჩვენ წინ. აი აქ. ხარტად წავიღოთ, რომელი ფეხით ვარ იქეთ, ნუ ეს ფეხის კანონია ჩემი აზრით, მაგრამ რომელი ფეხით ხარ, იქეთ უნდა წაიღო, რომ გაგიადვილდეს თამაში. წავიღებ მე მარცხენა მხარეს და მომსდევს ხო ჩემი მოწინააღმდეგე. ამ დროს ერთი მოძრაობით გამოვიგდებ უკან. და თუ ჩვენ ამ ფინტს გავაკეთებთ ხარტად და აჩქარა, ნამდვილად უკან ჩამოგჩება ჩვენი მოწინააღმდეგე. ამ ფინტის დროს ტრიალდებით არა უმეტეს 90 გრადუსით მიყვარ და ერთი მოქმედებით მოდივართ უკან. მოჩადაგა. ნუ ეს არის ფინტი არ არის ეს უფრო უბრალოდ ბურთთან ჟონგლირობის დროს გამოგვადგება ლამაზი რაღაცების გაკეთების დროს გაჩერების დროს უნდა გავიჩეროთ კისერში, რასაც ქვია, ბურთი ჩერდება კისერში და ეხმარება უკანა მხარეს ბეჭების კუნთები. აი ეს. აი ეგენი ეხმარება ბურთს გაჩერებაში. ასევე ხელებიც მაღლა უნდა გქონდეს. ხელები, ნუ ეხა თუ კუნთის მასა დიდი არის, ხელები არ დაგჭირდება. ნუ მე რადგან დიდი კუნთის მასა არ მაქვს ჯერჯერობით. ამიტომ ვიხმარ ხელებს და ამითი უფრო ამოდის ბეჭები ზევით და ჩერდება ადვილად ბურთი. მირთულს გვაჩვენე? ერთხელაც გაჩვენეთ. ესე ვიჩერებთ ბურთს. ავიგდებთ და აი ესე გავიჩერებთ ზურგზე ბურთს. ანუ აქ პატარა ეშმაკოვებიც მოსვლა. ამ ფინტით გავოცებთ მეგობარ გოგონებს, რომლებიც არ ყავთ და ეხლა გაჩვენებთ როგორი ფინტია. აი ჩვენებთ. ანუ სანამ ხელი ჩაიქნიეთ ამ ფინტზე, გეტყვით რომ არ არის ესეთი რთული როგორც ჩანს. მეც ესე მეგონა, როდეს დავინახე რომ დიდმა ბიჭმა გააკეთა ესეთი რაღაც, მეც მეგონა შეუძლებელი, ამიტომაც არ არის. გეუბნებთ. ეს ჩემ 9 სანტიმეტრიან ქუსლებს არ დააბრალოთ. მეც მეგონა რომ ვერ გავაკეთებდი, მაგრამ აი გიორგი მასწავლა და აი უკვე ვაკეთებ მეგობრებო და ჩაგისვა უნდა მოსულიყო. ჩამიშვი და აი მადლობა რა გიორგი, მადლობა გიო. მადლობა ძმაო. ეს არ დააბრალოთ ჩემ 9 სანტიმეტრიან ქუსლებს, რადგან ამის გაკეთება ტუფლებითაც შემეძლია. ეს უბრალოდ არის დროის კარგად, ასე ვთქვათ, შესაბამება, ასე ვიტყვი, რადგან უნდა დაუკვირდეთ დროს თუ როდის ახტება ბურთი, ანუ როდეს ბურთი მიგორავს, ბურთი ამ ფეხს ვადებთ, ამ ფეხს ვუტოვებთ და პატარა ბიძგის შემდეგ, აი, სადღაც ესეთი ბიძგი იქნება, ესეთი ბიძგის შემდეგ უკვე ურტყავთ ქუსლს. ეს რომ უბანში გააკეთოთ, პირობას გაძლევთ მე რომ თქვენი რეპუტაცია ფეხბურთისადმი აიწევს 1-2-ად უბანში. ამიტომ შეიძლება გათამაშო კიდე 1-4-5-ად.
და კიდევ ეს ფინტი გამოიყენება პასის გასაკეთებლად, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კარში გადასაგზავნათაც დამიჯერეთ, რა სიტუაციაში? უკან თქვენს მოწინააღმდეგეს სახეში გაარხათ. ანუ კუთხურისკენ რომ მივდივართ და უკან რომ მოყვება ჩვენი ოპონენტი, ამ დროს შეგვიძლია ქუსლით გავუკეთოთ ფლანგის მცველს პასი მარტივად და გადავედით შენახ ფინზე გიორგი თუ შეიძლება. გადავედით. ეს ხდება პასი, ასევე შეგვიძლია კაციც კი მოვაგებოთ. დაინახეთ ალბათ ძალიან მაგარი ფინტია. ანუ სხვადასხვა სიტუაციებში შეიძლება ამის გამოყენება, როგორც პასისთვის, ასევე კაცის მოსატყუებლად. აქ ასახსნელი არაფერია, უბრალოდ ვიყენებ ზურგს და ბურთის წამოსვლის დროს ცოტა ვესადოთ რომ მივარდღათ. ცოტა ანუ ძალა დავატანოთ, გავამაგროთ ზურგი, რომ მიმართულებაც მიცეთ. მარტივი. აბა თქვენ იცით, ჩვენ ამ დაგემშვიდობებით იმედია მოგეწონათ. იმიტომ წავიდეთ რომ დამავიწყოთ და იმედია მოგეწონათ ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, აბა მოვალ შეხვედრამდე.